სურს მიულოცო ქვეყანას მოპოვებული გამარჯვება, მიღწეული გამარჯვება, გაგიზიაროთ სიხარული და გაცნობოთ, რომ ყველაზე მთავარი გამარჯვება ჯერ კიდევ ყველას ერთად ჩვენ გველოდება წინ. მეგობრებო, გადაჭარბების გარეშე უნდა ვთქვა, რომ ისტორიის ჩარხი უკვე არის წაღმა დატრიალებული და ამას ვეღარავინ ვერასოდეს ვეღარ დაატრიალებს. წარმოუდგენელი და უპრეცედენტო საერთაშორისო წნეხის ქვეშ მოექცა ქართული ოცნება, რის შედეგადაც გათავისუფლდნენ ოლიგარქის პირადი პოლიტიკური პატიმრები, მეტიც პირადი მძევლები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქროაშვილი. თუმცა არ ვიქნები მართალი თუ არ ვიტყვი სიმართლეს ბოლომდე, რომ ალბათ საერთაშორისო გამოხმაურება არ იქნებოდა ისეთი მკვეთრი, მძაფრი, რომ არა ის წარმოუდგენელი და გაუგონარი ერთსულოვნება, რაც გამოიჩინა ქართულმა ოპოზიციამ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში. დიახაც, უპრეცედენტო ერთსულოვნება და თანმიმდევრულობა. სწორედაც ქართული ოპოზიციის თანმიმდევრულობამ და ერთიანობამ და რა თქმა უნდა ქართული საზოგადოების პროტესტმა გამოიწვია ის საერთაშორისო ეკო, რომელმაც საბოლოო ჯამში ოლიგარქი აიძულა, დიახაც, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ოლიგარქი გახდა იძულებული გაითავისუფლებია პატიმრობიდან პოლიტიკური პატიმრები. ეს არის მისასალმებელი, ეს ნიშნავს, რომ საქართველო აღარ და ვეღარც იქნება მარტო ვერცეთ გადადგმულ ნაბიჯში, ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოება, როგორც არასოდეს დგას გვერდით და ხარს უჭერს ქართულ საზოგადოებას და ამას სჭირდება განვითარება. მით უფრო, როდესაც ჩვენ ვხედავთ სამწუხაროდ და ეს არავის არ უნდა უხაროდეს, მათ შორის არც მე, იმიტომ რომ არ არის გასახარი, ყავს ხელისუფლება ჯერჯერობით, რომელმაც არათუ გაფანტა ნდობა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არამედ და მიმართ, არამედ მთლიანად გაანულა ყოველი სახის რაიმე ნდობა თუ კი აქამდე გააჩნდა. როდესაც ჩვენი მთავარი პარტნიორი სახელმწიფოს წამყვანი პოლიტიკოსები უკვე ღიად ბრალდებენ და ამხელენ ოლიგარქს კორუფციაში და რუსეთთან კავშირში, ეს არ არის გასახარი საქმე. როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკოსი გავლენით ტედ კრუზი ამას გეუბნება სხვა კონგრესმენებთან და სენატორებთან, ეს არის საგანგაშო. ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ ყველანი ერთად, პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოება, ხალხი, გავაკეთოთ ოქტომბრის ბოლომდე ხელისუფლების საქმეც და ყველაფერი ვიღონოთ იმისათვის, რომ სტრატეგიულ პარტნიორებსა და სახელმწიფოს საქართველოს შორის ურთიერთობა არ დაიკარგოს. გუშინდელი დღე იყო ამისი დემონსტრირება და თავარი რამ დავინახე მე პირადად, რომ ბრძოლა ღირს ბოლომდე, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ბოლოს ახლა მაინც ძვირფასო ხელისუფლება, ძვირფასო ქართული ოცნების წარმომადგენლებო, გაითვალისწინეთ იმ განცხადებაში მოყვანილი თეზები, რომელიც გეუბნება თქვენ, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე უნდა აღსრულდეს და მესამე პოლიტიკური პატიმარი, რომელიც იყო შეთანხმების სუბიექტი, ბატონი გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ პატიმრობიდან. თქვენ მიაღწიეთ იმას, რომ ისეთი მაღალი თანამდებობის პირი ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც არის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე რესპუბლიკელი და სხვა დემოკრატი, ასევე სენატორი ერთობლივად წერენ განცხადებას, მაშინ როდესაც თქვენ გძინავთ, ისინი მუშაობენ და გეუბნებიან კონკრეტული სახელი და გვარის მითითებით და არა ზოგადი ტერმინით პოლიტპატიმრებთ, იმდენად აღარ გენდობიან. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ნუღას შეხვალთ პაექრობაში, ეს ძალიან ცუდად გამოიყურება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ გიორგი რურუაც და მინდა ასევე მიმართო ვისარგებლო შესაძლებლობით ქართული ოცნების პარტიის წევრებს. ძვირფასო ქართული ოცნების პარტიის წევრებო. აი ზუსტად ასე გაქცევთ
ბიზინა ივანიშვილი თქვენ ზურგს როგორც გააქციათ ზურგი გუშინ ზუსტად ასევე მოგატყულებთ როგორც გატყულებდათ ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში რომ პოლიტიკური პატიმრები არ არსებობს ქვეყანაში რომ პოლიტიკური პატიმრებზე საუბარიც კი უზნეობაა მაგრამ საბოლოო ჯამში რა ვიხილეთ ასევე შეგაწმინდავთ ხელს ამიტომ სანამ დროა ჩემი თხოვნაა არასოდეს არ არის გვიან გადმოხვიდეთ ისტორიის სწორ მხარეს თქვენ უკვე მე მგონი თავად უნდა აქციოთ ზურგი ბიზინა ივანიშვილს ამიტომ წარმატებები გილოცავთ ამ მოპოვებულ მართლაც გამარჯვებას შემთხვევით არ უსვამ ხაზს მოპოვებული ეს გამარჯვება ციდან არ ჩამოვარდნილა მაგრამ თავარი გამარჯვება რითიც დავიწყნები დავასრულებ ველოდება მხოლოდ და მხოლოდ წინ ეხლა არ შეიძლება მოდუნება და ბოლო 4-5 თვე ოქტომბრის ბოლომდე როგორც ერთი ამოსუნ თქვით ისე უნდა გავიაროთ რომ საქართველოს ერთხელ სამუდამოდ მოიპოვოს თავისუფლება დიდი მადლობა